ორკვირიანი ფილიპინური ვოიაჟი ასე გამოიყურება. ტური დავიწყოთ მანილაში ჩაფრენით, რადგან ყველაზე კომფორტულად აქ მოხვდებით. მანილაში შეგიძლიათ 2-3 დღე გაატაროთ და აქ ყოფნის დროს აუცილებლად ნახეთ მანილას ყურეში მზის ჩასვლა. რიზალ პარკი ცნობილია იმით, რომ მისი შექმნა მიეძღვნა ცნობილ ფილიპინელ პატრიოტს. გაისერნეთ ინტრამუროსში. ეს არის ისტორიული ძველი ქალაქი, რომელიც კედლებითაა გარშემორტყმული. აქ ნამდვილად იგრძნობთ ძველი ქალაქის აურას. მანილადან ღამის ავტობუსს თუ გაყვებით, მოხვდებით ბანაუსა და საგადაში, სადაც ულამაზესი ბრინჯის პლანტაციების მინდვრები და მთის ბუნება დაგხვდებათ. ბანაუს ბრინჯის ტერასები იუნესკოს დაცვის ქვეშაცკია. აქ შეგიძლიათ გაისერნოთ ადგილობრივ სოფელში და ასევე საგადა დაათვალიეროთ. ნახავთ ჩვენთვის უცნაურ სანახაობას, ადგილებს, სადაც გარდაცვალების შემდგომი განსასვენებლები კლდეებზეა ჩამოკიდებული. ამის მიზეზი არის ის, რომ ადგილობრივებს სჯერათ, რაც უფრო ახლოს ხარ ზეცასთან, მით უფრო ახლოს იქნები სამოთხესთან და ამიტომ ხვდებით მსგავს პრეცედენტს. ზოგადად თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს ყოველთვის საინტერესოა ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რწმენების მოსმენა თუ ნახვა. მთის ფილიპინების მონახულების შემდეგ გირჩევთ სანაპიროებისკენ გაეშუროთ. უნდა გაფრინდეთ ელ-ნიდოს მიმართულებით და აქ დაგხვდებათ ულამაზესი სანაპიროები, ლაგუნები და ასევე საიდუმლო სანაპიროები. ელ-ნიდოში შეგიძლიათ დაივინგიც, რომლის დროსაც მოინახულებთ ჩაძირულ გემს. ელ-ნიდოსა და კორონში გარდა იმისა, რომ დაგხვდებათ ძალიან ლამაზი სანაპიროები, ამასთანავე შეძლებთ მიირთვათ საუკეთესო ზღვის პროდუქტები. ფილიპინების ამ ნაწილში უბრალოდ სანაპიროებით ტკბობას და ზღვის პროდუქტების დაგემოვნებას ნამდვილად გირჩევთ. პალავანის ტერიტორიაზე მრავალი საინტერესო სანაპირო ზოლია. შესაბამისად, ვისთვისაც სანაპირო დასვენება საინტერესოა, ელ-ნიდო, კოლონი, პუერტო-პრინცესა, თითოეული ძალიან საინტერესო დასასვენებელი კურორტებია. ფილიპინების ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ნახავთ სასტუმროს როგორც ბიუჯეტურად, ასევე 5 ვარსკვლავიან სასტუმროებსაც საკმაოდ ადეკვატურ ბიუჯეტში, დაახლოებით $200-250 ფარგლებში, რომ გამოვიდეს ღამისთევა. ფილიპინებზე ეს რამდენად მოგინდებათ არ ვიცი, მაგრამ აქ all-inclusive სასტუმროებიც კი შეგიძლიათ რომ დაჯავშნოთ. ვისაც კულტურული ტურის გაგრძელება სურს, შეუძლია ბოოლისა და ცებუს მიმართულებით გაემგზავროს. აქ ულამაზესი კავასანის ჩანჩქერი დაგხვდებათ, რომელზეც შეძლებთ კანოეთი გასეირნებას. ასევე სანაპიროებზე ვეშაპების დასათვალიერებელ ტურებში შეძლებთ წასვლას. აქ შორიდან არ დაგანახებენ ვეშაპის ამოფრქვეულ წყალს, არამედ პირდაპირ ვეშაპებთან ერთად შეძლებთ გაცუროთ. დაივინგი ვეშაპების გარემოცვაში ზუსტად ამას სთავაზობს ოსლობი. ბოულში ასევე შეძლებთ დაათვალიეროთ შოკოლადის გორაკები. ეს არის 1000-ზე მეტი გორაკი, რომ შეხედავთ შოკოლადის ფერი აქვს და ვიზუალურად შოკოლადის გორაკებს გავს. ამიტომ შეარქვეს ასე და ამაყად იკავებს ადგილს მსოფლიოს ახალ 7 საოცრებას შორის. მსგავს სანახაობას პრინციპში ბევრგან ვერ ნახავთ. და ბოლოს აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ბორაკაი, რომელიც წარმატებით ატარებს სანაპირო 60-ის სახელს.